ჩემო ძვირფასებო მივირთვით ჩემი ბატონჩიკი და მითხრა დავიკითხოთ კომენტარები. თქვენი ძვირფასი კომენტარები. აქვე ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა ფატის $50 ჩამირიცხა. რომელსაც გადავიტან ჩემს იმაზე, ან დავტოვებ მან და მე გადავიტან, იმიტომ რომ ლარში მაქვს ის გახსნილი და ხომ უნდა დავახურდაო და ისე გადავიტან და ხო ჯობია რომ დოლარში მედოს, ან დოლარში არაფერი არ მაქვს და შესაბამისად ეგ რომ მექნება, მარტო ეგ მექნება და არ დამეხარჯება. ხო და მეცოდინება რომ მაგისია. ხო და რავი. ფიქრობ როგორ ჯობია ესე მქონდეს თალკე თუ გადავახურდაო თქო. ირმა, ჩემო საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, შენ დედეკო არ დაუშვებს, რომ რამე განსაცდელი გადაიტანა, განცდები და დარდი, მალე სიხარული და ბედნიერებად გადაგექცა. მიყვარხარ ძალიან, მე ძალიან მიყვარხარ ძირფას და დიდი მადლობა. აუ რა ვნახე კიდე იცით ამ პერიოდში, აი რამხელა მხარდაჭერა ვნახე თქვენგან, ხო? აი მართლა ეხა მე ხედავ სიკეთეს და მხარდაჭერას ხედავ და ასევე ვნახე ადამიანები, რომლებმაც პირადში მომწერეს. როგორი ადამიანები, იცი? რომლებიც გეუბნებიან, რომ ან წინასწარ ადრეს მქონდა ზუსტად იგივე ადამიანთან ეგეთი რაღაცა, რომ ანუ ხო იცი განსაცდელს როგორ უნდა შეხდე რა, ზუსტად ამ სიტყვას კი არ გეუბნება, მაგრამ ანუ იდეას ვიძახი, რომ ანუ ტიპი გისურვებს, რომ რამე ცუდი დაგემართოს და მოელის კიდევაც და უნდა კიდევაც და შენც კი გეუბნება მაგას, რომ ანუ და ნამდვილად ცხოვრება ძალიან დიდი სიურპრიზებით არის სავსე და რა ვიცი მე მჯერა რომ ვინც სხვას რაღაცა ცუდს უსურვებს მეც რო ვიყო და ნებისმიერი ადამიანი მჯერა რომ აუცილებლად მსგავსი სიურპრიზი უფრო ძლიერი თვითონ დახვდება წინ აუცილებლად. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ბოროტება გინდოდეს სხვისთვის და შენ იყო კარგად. და ეს არის ძალიან რა ვიცი ისეთი 100%-იანი რაღაცა. მონიკა ნინი ისმილის გასაწმენდი სად იყიდე? აქ არის რაღაცა ჩვენ წინ სამშენებლო მაღაზია სადაც იყიდება. აი მილები, კაუჩუკის და ეგეთ რაღაცები, ანუ გაყვანილობის რა და მანდ მივედი. კაუსტიკური სოდა იყიდეო მითხრეს და ეგ არ ქონდათ. ხო და ნუ ის სოდა უფრო ძლიერი იყო მითხრეს, მაგრამ ესეც ნორმო, ანუ მთლიანი უნდა ჩაასხა. მთელი ღამე უნდა დააყოვნო და აი მაგას რამე აქ იცი? დროთა განმავლობაში ხო გროვდება თურმე მილებში, აი ეს ცხიმი რა, ნარეცხი ცხიმი, რომელიც ერთმანეთს ეკრობა. ხო და ეხლა გადავწყვიტეო 3 თვეში ერთხელ ეგ ისაც ჩაუშვა ხოლმე, რომ აღარში აღარ დაგროვდეს რა. ხო და სამშენებლო მაღაზიებში იყიდება. და ამან თუ არ უშველაო მერე ისაო, ის იმას ქენიო. ის კაუსტიკური. ლელა, ვულოცავ ბაჩოს დაბადების დღეს, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ნამდვილად მეც ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. იმხელა გულწრფელობა ვნახე მასთან და იმხელა აი ის რომ მართლა მთელი გულით უნდა ჩემთან საუბარი და აი ყველაზე მთავარი მისთვის არ იყო ის მე რამეს ვაჩუქებდი თუ არა, სადმე შევიდოდით თუ არა, ან სად წავიდოდით. ანუ ეგენი ყველაფერი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გვესაუბრა და მე ვიცი ან მე წყავს ადამიანები, რომლებთანაც ჩემთვის ანუ საუბარი რთულ პერიოდში არის ხოლმე აი ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ჯერ მარტო როცა შენ იმდობით ახტურ პირს ესაუბრები რომელიც იცი რომ გაგიგებს, არ განგსჯის და არ გაგთქვავს, ჯერ მარტო აი სულ არაფერი არ გირჩიოს, ვაფშე არაფერი არ გითხრას. ანუ შენ თვითონ რომ საუბრობ, ანუ უძლიერესი ფსიქოთერაპიაა ეგ. შენ თვითონ რომ საუბრობ, ანუ შენ თვითონ მოგდის აზრად გამოსავალი, რა უნდა ქნა. ანუ სულაც რო არაფერი არ გითხრას იმან რა. ოღონდ ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელთან შეძლებ ამას და ანუ მეც მყავს ისეთი ადამიანი და ანუ ძალიან მიხარია რომ აი მაგალითად ბაჩოსთვის მე ვარ ესეთი და ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და ბოლოს რო აი
გახარებული და დამშვიდებული წავიდა. ანუ დღე შედგა. როზეტა გულები დამიწერა. ყველას ძვირფასობო, ვინც მიწერთ გულებს, მაილებს, შეიძლება რამე სათქმელი არ გაქვთ იმ მომენტში, მაგრამ რაღაცას მიწერთ კომენტარებში, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დახმარება არხისთვის. და თან რადგან ჩემთან ჰეითი არ იწერება, რადგან ჩემთან სხვისი ლანძღვაგინება არ იწერება და ასე შემდეგ, ანუ ეგ კომენტარები ხო აკლდება და ყველაზე მეტს წერს ხოლმე, წერენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც ცუდს წერენ. ხო და შესაბამისად, რადგან ჩემ არხზე ეგ არ ხდება, ჩემმა არხმა სიკეთის ხარჯზე უნდა იმუშაოს და ჩვენ ვიქნებით ამის მაგალითი. ეს ტელეფონი ისეთი ლამაზია ამ ჩასადებში, რომ გიждდები. ლელა, არაფერი გეშლება შენი პატივისცემა ყურადღება მეგობრის საუკეთესო ხარ. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. არ ვიცი როგორ არ მეშლება, მეც მეშლება ადამიანი ვარ და ძალიან ბევრი მეშლება, მაგრამ თუ მეშლება ხოლმე, არ მეშლება ის, რომ ბოდიში მოვიხადო, ჩემი პოზიცია ავხსნა, ადამიანს ავუხსნა, დავანახო, ვუთხრა და ასევე გავუკო ხოლმე. ანუ ყველაფერი ხდება. ანუ ნახე, მე რას ვთვლი, რომ ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი სიყვარული ორივე ეგეთი რაღაცა, ანუ ნამდვილ სიყვარულში ვგულისხმობ როგორც მშობლიურს, ასევე მეგობრულს, ასევე პარტნიორულს, ხო, ქალის და ანუ ნამდვილს მოგრედ. და მეგობრობაც, რა თქმა უნდა, შედის ამაში. ანუ როდის არის იცი ნამდვილი და ძლიერი? აუ, წამოწავლეთ შენქნა. შანსი არ აქვს. ანუ კეთება დაიწყეს რაღაცის და ეს ყავა არ ჩამომეყვაროს, 3 წუთიღაა. ანდრუს ცოტათი ყურადღებას ხომ მიაქცევ? აი. ხო და ეს რა არის? რაღაცა ეხოების პასუხი. ესე სადღაც შევტენი ხოლმე ხალხო. სულ ესე მაგ სადღაც შეტენილი, მიტენილი, მოტენილი ხო ვერ ვიტან მე მაგას და მე რომ მეკითხებიან ხოლმე აი წინაზე რომ იყავი იმის პასუხი ან რაღაცა. არაფერი არასოდეს არ მაქვს და უბრალოდ კი მაქვს, მაგრამ სად მაქვს არ ვიცი. პატარა სტრაზიკუნები გამოვიწერე. ჭხირებს რომ გადავიკეთებ, უკვე მინდა გადაკეთება. სულ ერთი სული მაქვს ხოლმე ხალხო და შენით რო იკეთებ ეგ ის ახასიათებს, რომ აი სულ გინდა რომ გადაიკეთო რა. ხო და აი ეგ არის რომ ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული ჩემი აზრით ის არის, რომელიც ყველაფერს უძლებს, ანუ აი ღალატზე არ მაქვს საუბარი, ღალატი არ უნდა იყოს, ანუ მაგაზე არ ვსაუბრობ. ვამბობ, რომ აი აუგებრობებს, ჩხუბებს, იმას, რომ ის სხვანაირია, შენ სხვანაირი ხარ. ანუ ყველაფერს უძლებს და ყველაფრად ღირს, ანუ ღირს რო გაუძლოს და რადგან ორივესთვის ღირს რო გაუძლოს, ამიტომ ყველაფერსაც უძლებს და ეგაა ნამდვილი სიყვარული. და ეგაა ძალიან ძვირფასი ჩემთვის. ასაც ძალიან ვაფასებ. ციცი ვაიმენი შენმა სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ მყვებოდ და გისმენდი გული ამიჭუღდაც რამე წამომივიდა. როგორი თბილი ემოციური და რაღაცნაირი სევდანარევი ვლოგი იყო ღმერთმასალ გახარებული ბედნიერი გამყოფოსნი მიყვარხარ. ხო, აი მინდოდა რომ მთელი გულით გამომეხატა ის, რასაც ვგრძნობ ამ პერიოდში და როგორც ვარ. ანუ კი არ ჩავკეტილიყავი, არამედ გამომეხატა და მე მგონი გამომივიდა. ხათუნა. სოფო, კი ეგ მაკის ჩიზკეიკი საზესღრობა ნამდვილად სწორი შეფასება, შაქარი და საშინელი ცხიმი. სწორი ხარ, აი კატასტროფა იყო. ულოცავ ბაჭოს ბედნიერი იყოს და გახარებული მუდამად. ძვირფასო. ხათუნა საუკეთესო ხარ ყველაფერში, ვაიმე დიდი მადლობა ძვირფასო. ნინი ლამაზო, ნომერი შენ ტელეფონი გთხოვ მომწერე, არა კომენტარში ჩემ ნომერს ვერ დავწერ ძვირფასო. ნანა რა კარგი ადამიანი ხარ, ნინი მადლობა, ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა.
ფატი, თბილო და საყვარელ ნიბულოცა ბაჩოს იუბილეშენ საუკეთესო მეგობარი ყოველთვის. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა რომ რაც ჩემთვის გააკეთე მაგისთვის და ასევე ასეთი კაი ადამიანი რო ხარ მაგისთვის და ძალიან გაუფრთხილდი თავს რომ დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად იყო, იმიტომ რომ კარგი ადამიანები დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად უნდა იყვნენ. იყოთ. სტარგერ მარიამ ბოლოთა ბაჩოს მოგვიანებით კეთილი და კარგი ადამიანი ჩანს. ერთი დანახვით სექტემბერში დაბადებული ხალხი კარგები ვართ. მე დღეს მაქვს დაბადების დღე. მე სულ მაქვს ეს მელანქოლია დაბადების დღეს და ვერ ხვდები რატო 12 საათის წინ. ესე იგი გუშინ მქონდა თუ დღეს გაქვს? 2-ში მქონდა თუ 3-ში? გილოცავ ჩემო საყვარელო და ეს არის მრავალ სიყავი, ჯანმრთელი და ბედნიერი და აი ყველა შენი სურვილი აგესრულებინოს. რაც კი გაქვს. ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან მიყვარხარ და მთელი გულით მინდა რომ კარგად იყო. ეს რა უნდა მეთქვა? რაღაც უნდა მეთქვა. რამდენი წლის გახდი ერთი ეგ, მეორე, ხო, კარგი ჩანს კი ბაჩო და ერთი შეხედვით რომ თქვი მაგაზე გამეცინა. იმიტომ რომ ხაბაჩოზე არ საუბრობ ზოგადად ვიძახი რომ სულ მე ძალიან კარგად ვიცი ადამიანების ცნობა ჩემ ბავშვობიდან გამომდინარე, აი ლიასაფთიაქში რო ვიყავი ხოლმე, სულ იქ ვიყავი ხოლმე რა მთელი ბავშვობა და მილიონი ადამიანი იყრიდა თავს და ძალიან კარგად ვისწავლე იმ პერიოდში ადამიანების ცნობა. ხო და ის მიუხედავად მაგისა, მქონდა შემთხვევები, რომ ადამიანი სხვანაირი ჩანდა და სულ სხვანაირი აღმოჩნდა და ანუ ეგ გახვედრებს, რომ არაფერში არ ხარ აბსოლუტურად დარწმუნებული, ან აბსოლუტურად ექსპერტი და ყოველთვის უნდა დაუჯერო შენ გულს. და რა თქმა უნდა, იმ ადამიანის ქცევას კიდე და სიტყვებს და საქმესაც უნდა მიაქციო ყურადღება, ხო. ბაჩოსთან აი მართლა იმხელა გულწრფელობა იყო და იმხელა აი ადამიანური მომენტი და ისეთი აი რავი ძალიან სუფთა ეს ყველაფერი და შესაბამისად ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება მელანქოლიას დაბადების დღის დროს ალბათ ბევრი რამეზე გვაფიქრებს ქვეცნობიერად მაინც და იმიტომ. თუმცა მე ეს დაბადების დღის გამო არ მაქვს. მე რაღაცნაირად აი ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე დაბადების დღე რომ მოდის ჩემი. და ძალიან არ მიყვარს რომ დამთავრდება ხოლმე. მინდა რომ სულ იყოს. მაგრამ სულ რო იყოს, აღარ მექნება ეს განცდა. ყოველთვის მიხარია რომ მოდის და ყოველთვის გული მწყდება რომ მიდის და ეხა ვაპირებ შაშენ 4 დღე აღნიშნავდი 4 წელს ვაპირებ აღნიშნო 10-ში და 11-ში. ანუ იმ დღეს როცა მოდის და იმ დროს როცა არის და გავაცილო 11-ში ღამე. ჩემი 36 წელი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია და ამავდროულად ძალიან მტკივნეული წელია, იმიტომ რომ ეს არის წელი, როცა მე დედაჩემს შევხვდი, ასაკით, ანუ დედაჩემი იყო 16 წლის, როცა ამ ქვეყნიდან წავიდა და ეს არის ჩემთვის მტკივნეულიც, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე დამაფიქრებელიც, აი შიშსაც რო იწვევს, ისეთი რომ მე ხო გადავლახავ ამ პერიოდს, მე ის სევდაც რო აი რო გადალახავ, რომ აი მე უფრო დიდი ვარ ვიდრე დედაჩემი, მე ის რომ მე მესმის მისი ანუ მესმის მე ის რაც განიცდი და მესმის მე მისი როგორც ქალის, მესმის მე მისი როგორც შვილს, მესმის მე მისი როგორც დედას, მტკივა ძალიან მისი უსაშველობა, აი რომ იცოდა რომ არაფერი ეშველებოდა და მაინც რომ იმედი ქონდა აი მისი განწირულობა მტკივა და ძალიან სენსიტიურია ჩემთვის ეს რომ ამ ხელა რო იყო მე რო ვარ ამ ყველაფერს განიცდი და
ძალიან მეწოდება, რომ ესე ადრე წავიდა, რომ იმდენი რამე ვერ ნახა. ძალიან უნდოდა რომ მე ვენახე სკოლაში, მზად იყო რომ წოლიარიყო, წარმოვიდგინე 36 წლის ადამიანი, მზად იყო რომ წოლიარეს გაეტარებინა ცხოვრება, იქამდე მაინც რომ მე სკოლაში ვენახე. და ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა ჩემთვის. სხვა წლები ესეთი არ იყო. რატომღაც 38 წელი მეგონა. ლია ჯერ 33 წელს იძახდა. მე 38-ს და მოიცა. რო ავდექი და დავთვალე 36 გამოვიდა. შუაში 38 და 33 შორის. ხო და მოკლედ აი ასე რა. ჩემო კარგებო. ანუ ძალიან დიდ სევდას იწვევს ეს ჩემში. არ ვიცი როგორ სევდას, ტირილი რო გინდა და რო ვერ გიტირია და რო იცი რომ იტირო და გული რო ამოაყოლო მაინც ანუ მაინც ნუ ნახე და ჩემი არ გაცოცხლდება და ჩემს ვერ ეშველება, ვერაფერი ვერ შეიცვლება, ანუ აი უძლურება რომ მე ახლა მესმის მისი, მაგრამ მე არ შემიძლია უთხრა რომ ანუ გეშინია, მე შენთან ვარ. და არც მისი სიტყვები ნუ გეშინია, მე შენთან ვარ არ მახსოვს მე. და ისე მეწოდება ორივე, ისიც და ჩემი თავიც. და ამავდროულად იმ წუთში ვებრუნდები აქ და ახლა და მახსენდება რომ მე ის ადამიანი ვარ, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ძალიან პოზიტიურია, ვისაც ძალიან უყვარს სიცოცხლე, ვინც არ არის უმადური ღმერთის, ვინც მადლიერია და ვისაც არასოდეს უსურვებია სხვისთვის ცუდი. არც პირდაპირ, არც ცირიბად, არც თავის გულში, არც თავის გულის ბნელ კუნჭულში არსად. და ყველა ადამიანს გისურვებთ, რომ ვისაც გულში სიკეთე გაქვთ, 1000 მაგად დაგბრუნებოდეთ, აი 1000 მაგად. და იმათ კიდევ ვისაც სხვისი ცუდი გინდათ. მე არ გისურვებთ. თქვენ თვითონ უსურვებთ თქვენ თავს და თქვენც 1000 მაგად დაგიბრუნდებათ. სხვისთვის რო ცუდი გინდათ ეგ. და ანუ აი როცა ვიგებ ამბებს, სადაც ვიგებ რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს რამხელა ბოროტების და მე ვიგებ იქვე ამბავს რამხელა სიკეთის გაკეთება შეუძლია მეორეს. ეს ჩემთვის ერთი სიკეთე 1000 ბნელს და ბოროტს ანათებს. და აი ეს არის ხოლმე ის ზუსტად ის მიზეზი, რაც ჩემი სიცოცხლე, ანუ ჩემთვის სიცოცხლის მიზეზი, გარდა იმისა, რომ მინდა რომ ჩემი ცხოვრება გავიარო, როგორც საჩუქარი, ჩემი თავგადასავალი, ჩემი ეს გზა, ყველაფერი გავაკეთო, რითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მე მომიყვანა კონკრეტულად მე, ჩემი შვილების გამო, რომ მე როგორც არ უნდა ცუდად ვიყო. რავი, ყველა გზას მოუძებნი, რომ ფეხზე დავდგე, ნებისმიერ გზას და ყველა გზას, იმიტომ რომ ჩემმა შვილებმა არასოდეს იგრძნონ. უბრალოდ რაც შეიძლება გვიანი იგრძნონ, უბრალოდ არასოდეს იგრძნონ ის, რასაც მე ვგრძნობდი. ნუ რაც შემზე იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ ანუ როცა დედა კვდება მაშინ, როცა შვილი უკვე გაზრდილია და თავის ცხოვრება აქვს, ანუ ის ვერ იგრძნობს იმას, რაც მაგალითად მე ვიგრძენი. როცა შენ ხარ ბავშვი, და შეიძლება ბავშვიც არ ხარ, მაგრამ ცხოვრებას იწყებ და გვერდით დედა არ ყავს, ანუ რაღაცა განწირული ფრინველივით ხარ, რომელიც ან აფრინდება, ან დაიმსხვრევა ცხოვრების ქარაფებზე. და მე ძალიან დამეხმარა ბედის წერა, ღმერთი დამეხმარა ძალიან, იმიტომ რომ წიგნებს მაზიარა. ანუ ეს ჩემთვის ძალიან დიდი დახმარება იყო. და ვიღაცას ეგ არ ქონდა, რაც მე მქონდა. და მე მათ გადამარჩინეს. მე უდიდესი, სულ ამბობ ხოლმე, უდიდესი მწერლები იყვნენ ჩემი აღმსრდელები და ჩემი მორალის მასწავლებლები, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. რომ ჩემში ხმიანობს მათი სული.
მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა იგი იგრძნონ. უდედობის სევდა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს, ვერ გააქარწყლებს, ვერასოდეს ვერავინ მოგეფერება ისე, ვერასოდეს ვერავინ ვერ დაგიჭერს ხარს ისე და ვერასოდეს ვერავის ვერ ეყვარები ისე. ვერასოდეს. ანუ მეც კი, ანუ ჩემი შვილი რომ მიყვარს, ვერასოდეს ვერ მეყვარება ისე სხვა. ანუ მეყვარება თუ ავიყვან და მე გავზრდი, მაგრამ ის ჩემი შვილი იქნება. ალბათ მეყვარება, არ ვიცი. იცი რას ვიძახი, განასიყვარულით არ მეყვარება. მაგრამ ნახე, მე ჩემ შვილებთან მაქვს უხილავი ძაფები, რომლითაც მათი მე მესმის. მესმის მაშინაც როცა არ ვეთანხმები, მაშინაც როცა მე არ მგვანან, როცა სულ სხვანაირები არიან და რაშიც მე მათი მაინც მესმის, იმიტომ ჩვენ დაკავშირებული ვართ. და როცა მე არ ვარ მისი დედა, ჩვენ დაკავშირებული არ ვართ, მაგ ძალიან დიდი გაგები და შეიძლება მე ის უსომოდ მიყვარდეს. მაგრამ აი ის გაგების სიღრმე არ მქონდეს მასთან. და ეს არ იქნება არც ჩემი და არც მისი ბრალი. ხო ხვდებით რას ვიზახი. მაგრამ ადამიანი, რომელსაც გავიცნობ, რომელიც უკვე დიდი იქნება, რომელიც მე არ გამიზდია, კი მეყვარება, მაგრამ ის არ იქნება ის სიყვარული, რაც აი მე რო შვილი მიყვარს ის სიყვარული და მე ეგ ძალიან ბევრჯერ მიგრძნია და ძალიან არასწორი იყო მაგის მოლოდინი, რომ მე მაგას ვეძებდი, ძალიან ვეძებდი და ძალიან არასწორი იყო მაგის მოლოდინი. ეგ არ უნდა ეძებო, ანუ შენ რო იმედი გიცრუდება, ეგ შენი ბრალია, იმიტომ რომ ეგ არ უნდა ეძებო. ეგ უბრალოდ არ უნდა ეძებო. უნდა ეძებო კარგი ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ შეგიყვაროს. არა ისე როგორც თავის შვილი. არამედ მაქსიმალურად ძლიერად როგორც შეუძლია შეიყვაროს არა თავისი შვილი. აი ეგ მაგას უნდა ელოდე. მაგრამ მაგასაც რო უნდა, ანუ ეგეც დედამ უნდა გასწავლოს. ან შენ უნდა ისწავლოს ცხოვრებისკენ. მე ეგრე ვისწავლე. და იცი, ეხლა ევა მაგალითად ღმერთო შენ დაიფარე ეგეც და მეც. თანკიდან და უკვე დიდები არიან და იმიტომ ვიძახი. ანუ თუ მე ვეყოლები ევას და ისე გაიზრდება, ის არ მოძებნის სხვაში, რომ აი დედასავით უყვარდებოდა, დედა ჩემს რო ვეყოლებოდი ეგრევე, იმიტომ რომ ანუ მაგის საჭიროება არ აქვს, იმიტომ რომ მე ვყავარ. მაგრამ როცა არ გყავს, რაც არ გაქვს. რის დანაკლისიც გაქვს ადამიანს, იმას ხო ეძებს ძალიან. ხო. საიდან წავედი, მარიამ? სად მოვუარე? სად ჩავედი? და რამდენი მაყურებელი შემომეფანტა ალბათ, იმიტომ რომ რამდენმა ალბათ ვერ გაუძლო. ამ სიღრმეში ჩასვლას და რამდენი დამრჩა, რომელმაც გაუძლო და სიამოვნებით უსმინა, მიყვარხართ მე თქვენ. ხათუნა ძალიან ჭკვიანი და შეგნებული ადამიანი ხარ, როგორ ხვდები ყველაფერს, სრულად ხვდები და უგრძნობ, რასაც გრძნობ და ხვდები, მაგიჭებ. შენ სულ სხვანაირი ღვთისმიერი, არ ვიცი რა ვთქვა, უჭკვიანესი და პოლიტიკურად რო ხვდები ყველაფერს. აი მე ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. არ ვიცი რამდენად პოლიტიკურად ხვდები, მაგრამ ანუ ეგრევე ვკითხულობ ადამიანებს, ეგრევე ვკითხულობ მათ ლამაზ სიტყვებში, სიძულვილს, ტოქსიურობას, სიბნელეს, სიმძიმეს, ნეგატივს. ანუ აი ღიმილის მიღმა, ფასადის გაშპაკლუს სახეზე წასმულს არ გულისხმობ ხალხო, ანუ აი ლამაზად რო გაშპაკლავ ერთ კედელს და მაგის უკან შეიძლება სანაგვეა და აი ამას გაშპაკლავ და აი ამას აჩვენებ. და აი მე იმ სანაგვეს ხედავ მაგის უკანო. ანუ აი არ ვიცი, ეგ ნიჭი მაქვს, ეგ უნარი მაქვს, ანუ ხედავ სინამდვილეს, ანუ მე ვერ მომატყუებ ადამიანი. ანუ მე თუ მაინც ვეკონტაქტები ადამიანს მაგის მიუხედავად. უმეტესად არ ვეკონტაქტები, მაგრამ თუ ვეკონტაქტები ხოლმე მაგისი მიზეზი მაქვს. ანუ არა უარყოფითი რა თქმა უნდა. მაქვს ხოლმე იმედი. თუ ვისაც ვეკონტაქტები, მაქვს ხოლმე იმედი, თუმცა ვიცი ხოლმე რომ
ტყუილად მაქვს ეგი მედი, მაგრამ მაინც მაქვს ხოლმე, იმიტომ ვიცი ტყუილად რომ მაქვს, რომ გრძნობ ხოლმე რამ ხელა არის აი ეგ სიბნელე და ბოროტება. მაგრამ თუ ხედავ ადამიანს ცდილობს რომ გადაძლიოს, მეც ვცდილობ ხოლმე. მაგრამ მე საქციელებს ჩანს ხოლმე რომ ვერ ძლევენ. სამწუხაროდ. და აი ისინი კიდე ვინც არც ცდილობს უბრალოდ შპაგს უსვავს და იმ კედლის უკან მალავს, აი მაგათ არ ვეკონტაქტები. მაგრამ იმ წუთშივე ვხედავ, ანუ ყველაფერს ვხედავ. ერთი შეხედვით, ერთი წინადადებით, ერთი სახის, ერთი გაელვებით. მეტი არ მჭირდება. დროს არ ვახარჯავ ეგეთ ადამიანებს, იმიტომ რომ რისთვის როცა შემიძლია სიკეთის 1000 გაელვებას ვუყურო, როცა შემიძლია მოვისმინო, გავიგონო, წავიკითხო, თქვა, ვიდეო გადავიღო, ანუ რაღაცა კარგი დადებითი რისთვის დავხარჯო ჩემი სიცოცხლის დრო? უშველებელ აი ნეგატივზე. აი როგორ რაღაცა იცი რომ ჯართი ან დიდი ნაგავს საყრელზე რომ მიხვიდე და ქექვა რომ დაუწყო. ან აი ჯართი როა. ნუ ჯართს კიდე რა უჭირს, ჯართს თავი გაანებე, არ ყარს მაინც. აი ნაგავს საყრელზე რა. ყველაფერი ჩამპალია პროსტა. და ვიღაცამ ზემოდან ყვავილები დაარკო და ქეუბნება რომ ნახე, აი ბაღი მაქვს ყვავილების და აი შენ მიდიხარ ხედავ რომ ნაგავს საყრელზეა ეს ყვავილები ამოსული. იცი რომ ამ ყვავილებს დიდი დღე არ უწერია, იმიტომ რომ ნაგავზე ყვავილი ვერ ხარობს დიდხანს. ეს ყვავილები რომ დაჭკნება, ის ადამიანი კიდე ახალს დათესავს, იმიტომ რომ სხვებს დაანახოს, მაგრამ ანუ შენ ამასთან ხო ხელი არ გაქვს. შენ ხო ეს ანუ შენ სულთან ხო, ანუ შენ არ გეხება არც ის ვინც ამით ტყუდება და არც ის ვინც ამით ვიღაც სატყუებს, ანუ შენ არ გინდა რომ მიხვიდე და ეს სანაგვისუნი იგრძნო, არ გინდა რომ ამ ყვავილთან მიხვიდე დახედო და ქვეშის ნაგავი დაინახო. ანუ არ გინდა რომ ამაში იქექო პროსტა და არ გინდა რომ ანუ თუ იქ ხარ, ხო, შენ ამის მონაწილე ხარ. მე არ მინდა. პროსტა არ მინდა. შესაბამისად ცხოვრებაში ყოველთვის თუ სოციალურ ქსელში მხდება სკროლავ და ვაძლევ რომ არ მაინტერესებს, არ მაჩვენო. და თუ რეალურ ცხოვრებაში მხდება, ანუ იქაც ვსკროლავ, იმიტომ რომ გავივლი და всё. და ვაძლევ რომ არ მაჩვენო, ანუ ისეთი ჩემი ურთიერთობით, რომ ნუ მე აღარ მაჩვენებს. შესაბამისად. ეგ ძალიან სწორია, ჩვენ გვაქვს შეზღუდული დრო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს რა. ხო და რავი, რატომ უნდა დავხარჯოთ ეგეთ რაღაცებზე? 1000 წელი რომ მქონდეს, ეგეც დამენანება, იმიტომ ის 1000 წელი სწრაფად გავა და 100 წელიც კი არ გვაქვს ხალხო. და ეგ 35 უკვე გავიარე. რავი. ირმავულთა ბაჩას იუბილეს ბედნიერებას ვსურვებ, მადლობა ჩემოსაყვანო. ინტერნეტი არ არის და რატო არ არის ვერ გავიგე. მიდინა. არ გამოჩნდა. შუქი არის ბავშვებო? კი არის. ანუ ინტერნეტი არ არისო და აღარ მიშვებს მე კომენტარებში. იქით გავალაბა ერთი. აქეთად გას როუტერი და აჰა. მარიამ ნინიჩკა ლამაზო ეგ საყურე როგორ გიხდებაო? რომელი საყურე მეკეთა? ის ოქროს როგავს. თემუსი. მადლობა. ბაჩა საუკეთესო დღე იყო. უღრმესი მადლობა დაფასებისთვის, პატივისცემისთვის და იმის რომ დრო გამონახეთ ჩემთვის. საუპინოთ მოდიება.
ინგა ლამაზო და გონიერი მადლობა ძირფასო ნატო რა მაგარი გოგო ხარ ძირფესიანად ჩემო კლეოპატრა ვაიმე მადლობა კლეოპატრა უდიდესი ქალი იყო პატივია რო შემადარე რაღაცით მაინც რო თუ გამოვიწვიე ჩვენში ასოციაცია უკვე ძალიან ბედნიერი ვარ რამდენი რამე და ვინმე სხვა თვალით დამანახე მათ შორის ჩემი თავიც მადლობა ამისთვის ძირფასო ძლიერო გოგო კიდევ ბევრი სხვა მრავალი შემოდგომა დაინახოს შენს ლამაზ თვალებს სულმუხტის ფერებში ძალიან დიდი მადლობა ძირფასო მერტო აი ხوار მინახია ნატო პირველი დღიდან გრძნობ მისი სულიდან მომდინარე აი სიკეთის მდინარეს პირველი დღიდან როცა კომენტარი დამიწერა აი ეს ჩემი ნიჭია ალბათ აი გრძნობ ადამიანებს მიყვარხარ ნინი მშვიდობა მგზავრობა იკას შენ კი ბედნიერად შემოლამაზო გოგო მადლობა ანი ნინი ძირფასო მე ვხედავ შენ სულს ძალიან ფაქისსა და სათულს და ამიტომაც ვარ შენთან წლები შენი მოსმენა ჩემთვის თერაპია ხომ ცნობ ლუკავა ხარ ანი თუ სხვა ანი და მიწერება რომელი ანი ხარ იმიტომ რომ ეს ახალი აკაუნტია შენი და აქედან ვერ გცნობ და შენი სახელი ჩემსავით ბევრს ქვია. ამიტომ დამიწერება ნონა, ნათელი და სანთელი ამ ქალბატონსო, თამარა ბებოზე დაწერა, მადლობა ძირფასო. ციცი ბაჩას ულოცავ დაბადების დღეს ყველაფერს დავკეცოს უსურებ ჩანაფიქრის ასრულებას ღმერთმა დაალოცოს. ციცი შენად გქონს ვენაცვალე ნიირა კარგად ვსჯელობ როგორ მიყვარ შენი ასეთი სამართლიანი პირდაპირ ლაპარაკი მიყვარხარ და ძირფასი ხარ. მეც ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები პირდაპირ და ნამდვილი. ციცი მშვიდობიან კეთილგზაზე ელოს იკას, მშვიდობით ჩასული იყოს თავის დედიკოსთან მოკითხვა მადოტეიდას. მადლობა ძირფასო. ირმა, ულოცავ მარიამს იმიერში და ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს. მართლაც საოცარი გოგონა იყო. მარიამის დაბადების დღე არ იყო ძირფასო, მარიამის წასვლის დღე იყო პირველში. მარიამს 13 ნოემბერს აქვს დაბადების. სოფი მეც გილოცავ ნინდა თან 1 სექტემბერი ჩემი დაბადების დღეა. ვაიმე, მეც გილოცავ ჩემო საყვარელო მრავლას და ბედნიერად განხარებული ჯამრთელი შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად დაესწარი. ყველა ნატრა აგიხდინოს და ეს ცხოვრება ფერადად და ლამაზად გეცხოვროს. ლელუ ბედნიერი შემოდგომანი. მადლობა ძირფასო. მადლობა. ხათუნა ევარა საყვარელია სიკეთეში ყველა შენაძენი მადლობა ჩემო საყვარელო ნინო დვალი ნიგანაზოს ღმერთმა თამარა ბებოს სპეტაკის სული შენი ნაამბობიდან კოდის და შენი შვილების შემყურა სული წარმოდგენა გვექნება მათი სიყვარული და სიტყვოთი ახსოვს ოჯახის შესახებ ეს ან გაქვს ან არ გაქვს თან დიდხან სიცოცხლე თქვენ დიდხან სიცოცხლეთ მის მოსაგონებლად ლაზიკა გზის აქეთ ამ მხარეს ჩაყოლებაზე ლეონჯის ქუჩა ეგ არის ჩემი უბანი სადაც დავიბადე და გავიზარდე ეხა ძელროს თავში ვცხოვრობ აუ რა მაგარია პიას ლექსით მშვიდობება ამიერ წუთის ოფლს და ემზადება იმიერში უფალთან წარსადგენად დაწერილი ლექსის შინაარსით ჩანს არა მარტო ნიჭიერება არამედ როგორი მორწმუნე და ღვთის მოშიშია და წარმოიდგინეთ თან 88 წლის ასაკში როგორი ბრწყინვალე გონება აქვს და როგორი ლამაზი კალიგრაფია ანუ ასაკთან ერთად უჭირთ ხოლმე წერა და აზროვნება და ანუ მაგითი ამოწმებენ ხოლმე რამდენად ჯამრთელია პირველ რიგში გონებით ანუ რამდენად შეუძლია აზროვნება წერა და ეგინდან თამარ ბებოს ეგin ქონდა აი რა ვიცი 10-იანზე 5-იანზე კი არა 10-იანზე 5-დან 10-ზე ანუ თუ 5 ბალიანი შევაფასებ ჩემ დროს ხო 5-ია 5 ბალიანი სისტემა იყო სკოლაში 10-იანზე ხო ძველი რუსთავი ყოველთვის ძალიან მომწონდა მე მაღალჭერიანი ბინები რო არის და რაღაცა ის სხვა ისაა ხელფერი და ყოველთვის ძალიან მომწონდა ლაზიკაც ძალიან მომეწონა რავი მშვენიერია ლეონჯის ქუჩა ვიცი დავდიოდი ხოლმე მან როცა ვცხოვრობდი იქ და ხო აი საოცარი ოჯახი საოცარი აი თამარა ბებო არის აი მაგალითი ხალხო მაგალითი ძალისა ანუ მისი გარდაცვლილი მეუღლე რომელიც ესე ძალიან თურმე უყვარდა არასოდეს არ გამიგია რომ დაეწყოს ტირილი მასზე ლაპარაკი რაღაც
არასოდეს წუწუნი, აი რა ეხა მას არ უჭირდა, მას არ სკიოდა, მას არ ქონდა ის ხო პირიქით ისეთ ცხოვრება ქონდა გამოვლილი, მარტომ გაზარდა ერთი შვილი და ამ შემდეგ, მაგრამ ანუ ვერ გაიგებდი შენ მისგან წუწუს, ბედის სამდურავს, ვინმეზე ცუდს, ჭორი კანობას, რაღაცა იცუც სურვილს, აი დაჟე რომც მოესმინა სხვებისგან ნათქვამი ცუდი, ჩუმად წყნარად, აი დამცინავად არა. აი ჩუმად წყნარად გაიღიმებდა ხოლმე და სხვა თემაზე გააგრძელებდა ლაპარაკს და ისეთი ჭკვიანი თვალებით იცოდა ყურება, აი რომ გისმენ და შენ ხვდებოდი, რომ აი მთელი არსებით რომ გისმენს ადამიანი და ვიცი, აი საოცარი ადამიანი იყო და აი მაგალითია ჩემთვის სიყვარულის, აი რომ დაიბარა, რომ ერთი სურათი, რომელიც ქონდა მეუღლესთან გადაღებული, ეგოსაფლავში ჩამატანეთ. ანუ ადამიანს არასოდეს ჩემთან მაგალითად არ უსაუბრია, არ უტირია, არ მოუგონია და იქ ჩამაყოლითო ფოტო წარმოიდგინეთ რა თონის სიყვარულია პროსტა, ხო? და ამას ისე ატარებდა გულში, რომ შენ რო შეხედავდი, ვერაფერ შენიშნავდი. ანუ უძლიერესი ამ პატარა ადამიანის სხეულში იყო უძლიერესი, უდიდესი სული. და რა ვიცი, ჩემთვის არის ძალიან დიდი მაგალითი ეგ, რომ არასოდეს მინახავს, რომ თავი შეეცოდებინოს, უიმე რა ბედი მაქვს, ეტიროს რაღაც, ანუ და ესეც ხა ეს ლექსი რო ქონდა დაწერილი, ანუ რამდენად გრძნობდა ხო ამ ყველაფერს, მაგრამ არავისთან ოჯახის წევრებთან არაფერი. ნათქვამი ნალაპარაკები, ნაწუწუნარი რო რაღაც არა, პირიქით. ანუ ჩემთვის მაგალითია, როგორ კი უნდა დაეცე და გაიზინზლო ცხოვრებაში და აიზილო აი უბედურებასთან და გახდე რაღაცა ჩამომტირალი ნეგატივი, არამედ როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად ყველა სიტუაციაში. ანუ უდიდესი მაგალითია ჩემთვის. ხო. მიყვარხარ ძალიან. იცი, მაგრამ მაინც ესე იგი დავალაიქე. არაფერი აღარ აქვს დალაიქებული, ანუ ინტერნეტი რო არ იყო. ლელა, ბლანკი ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი. ნათელში ყავს გამახსენე თქვენი ვიდეოები. როგორ მენატრება. ლელა შემოდგომის შემოსვლას გილოცავ და ვლოცავ სრულიად საქართველოს ულამაზესი და ბარაქიანი შემოდგომა ძალიან მიყვარს. მეც ძალიან მიყვარს ჩემო საყვარელო. One love, გიჟდები ნინი შენზე, შენ საზრაუნებაზე, ყველაფერი, რომ იცი ძალიან მაგარი გოგო ხარ, ვაიმე მადლობა ძირბაზო, ყველაფერი ნამდვილად არ ვიცი და ის კი არა, ძალიან ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემს სულს უსმინო და მივყვე და ის მაინც ვიცოდე, რაც უნდა ვიცოდე. მიყვარხარ ძალიან, კოცნით, კარგი დღეს გისურვებთ. მოიცაბო ვნახო ისა. ბოლო პერიოდში არავის არ ჩაურიცხია, იმიტომ აღარ ვკითხულობ ხოლმე ისა იმაზე დონაცია და გენეტიკური ტესტისთვის ახლა ვნახავენ მომხوار ჩამირიცხა. ხო, ფატიმ ჩამირიცხა $50 გუშინ, როგორც გითხარით. თინათინმა $7 ჩამირიცხა, უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო. ასო, მეტი არაფერი. ხო, აი ეს საქართველოს ბანკზე. გუშინ მაიამ ჩამირიცხა $20 TBC-ზე. კვირას ჩამირიცხა ნინომ $5 და ხუთშაბათს ჩამირიცხა მაიამ $50. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველა თეთრით თქვენ მე მაახლოვებთ, რომ ჩემი გენეტიკური ტესტი გავიკეთო და ან გავაგრძელო ბედნიერი ცხოვრება, იმითი რომ არ მაქვს
მაგრამ მაინც რა თქმა უნდა კონტროლს და ყველაფერზე ვიარო. ან კიდე თუ მაქვს მივიღო ზომები, რაც საჭირო იქნება. და თქვენ მახლოვებთ აი ამ ამბავთან და ვისაც გაქვთ სურვილი, ანგარიშის ნომერს დავტოვებ აღწერაში, აქაც დავაწერ. ძალიან გამახარებთ, რა თქმა უნდა. მეც ჩავრიცხავ. ეხლა დღეს რა რიცხვია? 3, 5-ში შევძლებ რომ ჩავრიცხო მეც. ჩავრიცხო ჩემ თავს თანხა ყოველთვიურად შევძლებ რომ რაღაცა თანხა ჩავრიცხო. ახლა ზამთრის თვეებში არ ვიცი, იმიტომ რომ ზამთრის თვეებში გასავალი იზრდება, შემოსავალი კლებულობს, ან უგულისხმობ გაზი და მაგების გადასახადის სამასლარამდე არის ხოლმე კომუნალურები, ყველაფერი ერთად და თან ერთსახში ხო არ ცდება და მაგ პერიოდში არ ვიცი რამეს თუ რამდენს მოვახერხებ, რაღაცას კი მოვახერხებ ყოველთვე ჩემი თავის, მაგრამ რამდენს არ ვიცი და ზამთრამდე შევეცდები რომ 100-200 ლარი ჩავრიცხო ყოველთვე მეც ჩემს ანგარიშზე და აი ესე ჩემი მცდელობით, თქვენი დახმარებით, როცა შემიგროვდება, გავიკეთებ ამ ტესტს და ვნახოთ აბა მერე რა და როგორ იქნება. მიყვარხართ ძალიან. კარგ დღეს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს. გვახსოვდეს რომ ყველაზე კარგი დღეს არის, იმიტომ რომ ეს დღე გვაქვს და ხაქიდან მომიარა. მოგინატრე? მე როგორ მიყვარხარ. მოვალე ხა მოგეფერები. დრაებით.